ფეხბურთი ეს უბრალოდ თამაშია. ბევრისთვის კი, მაგრამ სოფლიო ისტორია გვაჩვენებს, რომ ფეხბურთი ხშირად ხდება სპორტის ფარგლებს. ეს იარაღად იქცა დიქტატორებისთვის, ეროვნულ სიამაყედ დაჩაგრულიერებისთვის და ხიდად დაპირისპირებულ საზოგადოებებს შორის. ფეხბურთი ხალხის ოპიუმია, მაგრამ ზოგჯერ ეს უფრო მეტია, ვიდრე გასართობი. ის შეიძლება გახდეს ეროვნული ფაქტორი. ფეხბურთი იყო პროპაგანდის ინსტრუმენტი ფაშისტურ იტალიაში, პოლიტიკური ბრძოლის არენა ესპანეთის კლასიკოში კატალონიური თვითგამორკვევისთვის. ზოგჯერ კი საფეხბურთო მატჩები ნამდვილი ომის წინა ისტორიად იქცა, როგორც სამხრეთ ამერიკაში ან ბალკანეთში. მაგრამ არის ერთი შემთხვევა, სადაც ფეხბურთმა არა მხოლოდ ასახა, არამედ რეალურად დააჩქარა ქვეყნის დაშლა. 1990 წლის 13 მაისი. ზაგრები, მაქსიმირის სტადიონი. ერთ მხარეს დინამო ზაგრების ხორვატი ფანები, Bad Blue Boys, მეორე მხარეს კი Crvena Zvezda-ს სერბი გულშემატკივრები დელიჟე. აძაბულობა, რომელიც მთელ იუგოსლავიაში იგრძნობოდა, ბოლოს და ბოლოს ტრიბუნაზე დაიწყო. ეს არ იყო უბრალოდ მატჩი. ეს იყო ორი ხალხის, ორი იდენტობის შეჯახება. მატჩი დაწყებულიც არ იყო, როცა ყველაფერი სრულ ქაოსში გადაიზარდა. Crvena Zvezda-ს ულტრასები, დელიჟე, მათ შორის არკანიც, ჟელკო რაშნატოვიჩი, რომელიც მოგვიანებით მილიტარისტული ჯგუფის ლიდერი გახდა, აგრესიულად მოქმედებდა. ადგილობრივი პოლიცია კი, რომელიც იუგოსლავიის ხელისუფლებას ემორჩილებოდა, მხოლოდ ხორვატ გულშემატკივრებს უსწორდებოდა. ამ დროს მინდორზე ერთი ადამიანი იდგა, რომელსაც იმ დღეს არა მხოლოდ საკუთარი კარიერა, არამედ ქვეყნის ისტორიული ნაწილი შეცვალა. ზონიმირ ბობანი, დინამო ზაგრების ახალგაზრდა კაპიტანი, რომელმაც დაინახა, როგორ ურყავდნენ ხორვატ გულშემატკივრებს. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ლეგენდად აქცია იგი. პოლიციელს მთელი ძალით დაარტყა ფეხი. ეს არ იყო უბრალოდ ფეხბურთელის გაღიზიანება. ეს იყო ხორვატული წინააღმდეგობის სიმბოლო, რომელიც მალე სისხლიან ომში გადაიზარდა. ბობანის ეს მოქმედება ერთისთვის გმირობის აქტი იყო, მეორისთვის ხალათი. იმ დღეს ბობანი ფეხბურთელობიდან პოლიტიკურ ფიგურად გადაიქცა. იუგოსლავიის ფედერაციულ სტრუქტურაში დაძაბულობა უკვე წლები გროვდებოდა, მაგრამ ეს ერთი ეპიზოდი ბევრისთვის იმის ნიშანი გახდა, რომ იუგოსლავია განწერული იყო. შემდეგი დღეებიდანვე ბობანი იუგოსლავიის ხელისუფლებამ დასაჯა. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში აუგზავნეს, მაგრამ ხორვატიისთვის ის ეროვნულ გმირად იქცა. ის გახდა სიმბოლო იმისა, რომ სპორტი და პოლიტიკა ბალკანეთში განუყოფელია. ამ დროისთვის იუგოსლავიის დაშლის პროცესი უკვე შეუქცევადი იყო. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ 1991 წლის ივნისში ხორვატიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მალევე მოჰყვა სისხლიანი ომი. სულ რამდენიმე წლის წინ ერთიანი ნაკრების წევრები ახლა მტრულ ხარეებზე იდგნენ. ომი არა მხოლოდ ქვეყნების რუკას სვლიდა, არამედ ფეხბურთსაც. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ეროვნული ნაკრებები ცალ-ცალკე ჩამოყალიბდნენ. ხორვატიის, სერბეთის, სლოვენიის, ბოსნიის, ალბანეთის ფეხბურთელები, რომლებიც ერთ გუნდში თამაშობდნენ, ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე იყო ერთი მომენტი, რომელმაც ხორვატიის ახალ სახელმწიფოს ეროვნული იდენტობა დაუმკვიდრა. ეს იყო 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. ხორვატიის ნაკრებმა, რომელსაც ისევ ზონიმირ ბობანი ხელმძღვანელობდა, მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა და მთელი ერის სიამაყე გახდა უკვე მეორედ. ბევრისთვის ეს არ იყო მხოლოდ სპორტული გამარჯვება. არამედ ხორვატიის დამოუკიდებლობის აღიარება იყო მსოფლიო მასშტაბით. ზაგრების ინციდენტი არ იყო მხოლოდ ჩხუბი. ეს იყო ნაპერწკალი, რომელმაც ცეცხლი გააჩაღა. ბობანის ერთმა დარტყმამ სიმბოლურად ასახა ის დაპირისპირება, რომელიც მალე ომში გადაიზარდა. ბალკანეთში კი ფეხბურთი არასდროს ყოფილა მხოლოდ თამაში. ის ყოველთვის იყო პოლიტიკის, ძალაუფლების და იდენტობის ნაწილი. დღეს კი, როცა აწლეულობის შემდეგ ბალკანურ ფეხბურთს უყურებთ, ხედავთ, რომ ის უბრალოდ სპორტი არაა. ეს არის ისტორია, რომელიც მინდორზე იწერება. ფეხბურთის გამო ომები არა მხოლოდ იწყება, არამედ ზოგჯერ იზრდება ბოლო ნაპერწკალით. 1969 წელს ჰონდურასა და სალვადორს შორის დაძაბულობა უკვე არსებობდა. მიწების პრობლემები, ემიგრაცია და სოციალური უთანასწორობა. ამ ფონზე 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს შეხვდა. პირველი მატჩი ჰონდურასში გაიმართა და მასპინძლება მოიგეს, მაგრამ ყველაზე დრამატული იყო მეორე მატჩი, რომელიც სალვადორში შედგა. შეხვედრამ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა, ხოლო სალვადორმა გამარჯვება ბოლო წუთებზე მოიპოვა. ამ ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაამზაფრა დაპირისპირება. როდესაც გადამწყვეტი მატჩი ნეიტრალურ მექსიკაში ჩატარდა და სალვადორმა გაიმარჯვა, ორ ქვეყანას შორის რეალური ომი დაიწყო. 4 დღიან ბრძოლაში ასობით ადამიანი დაიღუპა, სანამ საბოლოოდ ზავი დაიდებოდა. ეს იყო ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ფეხბურთმა დააჩქაროს კონფლიქტი. ბარსელონა რეალის წინააღმდეგ. ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არ არის.
ეს ისტორია, რომელიც ესპანეთის პოლიტიკას ასახავს. ესპანეთი ყოველთვის მრავალფეროვანი ქვეყანა იყო, სადაც სხვადასხვა რეგიონს თავისი უნიკალური კულტურა, ენა და იდენტობა ჰქონდა. ამ რეგიონებს შორის კი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ავტონომიური სული კატალონიას ჰქონდა. კატალონიელებს ყოველთვის სურდათ მეტი დამოუკიდებლობა, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება ამის საშუალებას არასდროს არ აძლევდა. ეს დაპირისპირება განსაკუთრებით გამზარდა 1930-იან წლებში. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ერთ მხარეს იდგა რესპუბლიკური მთავრობა, რომელსაც კატალონიელები უჭერდნენ მხარს. მეორეგან კი ფრანცისკო ფრანკოს ფაშისტური რეჟიმი. ამ პერიოდის განმავლობაში ბარსელონა კატალონიური წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა, ხოლო რეალ მადრიდი ესპანური ნაციონალიზმის და ფრანკოს რეჟიმის ერთგვარ წარმომადგენლად აღიქმებოდა. 1936 წელს სამოქალაქო ომის დროს ფრანკოს რეჟიმმა ბარსელონას პრეზიდენტი ხოსე სუნიოლი სიკვდილით დასაჯა, რადგან ის რესპუბლიკელების მხარდამჭერი იყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ ომის შემდეგ ფრანკომ კატალონიური ენა აკრძალა, ხოლო ბარსას სიმბოლოები და იდენტობა მაქსიმალურად დასუსტდა. ფრანკოს ეპოქაში რეალ მადრიდი წარმატებებს აღწევდა, ხოლო ბარსელონა მუდმივი წნეხის ქვეშ იყო. ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო მომენტი იყო 1953 წლის ელ კლასიკო ესპანეთის თასზე, როდესაც რეალმა 11-1 გაანადგურა ბარსელონა. ლეგენდის მიხედვით მაშამდე ბარსელონას ფეხბურთელები ფრანკოს მთავრობის წარმომადგენლებმა დაიბარა და მიანიშნა, რომ მათი წაგება სჯობდა. 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც გაიმართა იტალიაში, ხშირად განიხილება როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიზირებული და მუქი ჩემპიონატი ისტორიაში. რადგან ფაშისტური რეჟიმის, რომლის ლიდერიც იყო ბენიტო მუსოლინი, მისი პირადი ჩარევით მოხდა ტურნირის ორგანიზება და მისი მიმდინარეობა. მუსოლინი, იტალიის დიქტატორი, დაინტერესებული იყო ფეხბურთის გამოყენებით, როგორც პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტი. მას სურდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს გაძლიერებული და წარმატებული იტალიის სახე წარმოეჩინა. მისი მმართველობის პერიოდში სპორტი გახდა ფაშისტური იტალიის კულტურის ნაწილი, რომლის მიზანიც იყო ქვეყნის ერთიანობა. 1934 წლის მუნდიალის ორგანიზებისას მუსოლინი თავად ჩაერია პროცედურებში, რათა ჩემპიონატი მისთვის სასურველ პოლიტიკურ მიზნებს მომსახურებოდა. ამ ტურნირს ხშირად უწოდებენ ფაშისტურ მსოფლიო ჩემპიონატს, რადგან მას ჰქონდა ძალიან ძლიერი პოლიტიკის ელემენტები. მუსოლინი რომის ლაციოს დიდი გულშემატკივარი იყო. მისი როლი არა მხოლოდ ლაციოს მიმართ სიმპათიით, არამედ იმითაც გამოჩნდა, რომ გუნდს დაეხმარა ფინანსურად და სხვა რესურსებით. ლაციო და მისი გულშემატკივრები, ულტრასები, დღემდე დიდ სიყვარულს იჩენენ დუჩეს მიმართ. ამავე დროს ახასიათებთ ანტიკომუნისტური შეძახილები. ავანტი რაგაცი დი ბუდა. მრავალი მაგალითი ახსოვს მსოფლიოს ისტორიას ფეხბურთისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირის. მათ შორის ყველაზე გამორჩეული შეიძლება დიდიე დროგბას მიერ კოტ-დ'ივუარში დასრულებული სამოქალაქო ომი იყოს. ფეხბურთს და ზოგადად სპორტს ყველა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და მისი უბლივ ერთიანდება დაპირისპირებული მხარეებით. სიხარული, აზარტი, ემოცია, რასაც ფეხბურთი გვთავაზობს, ძალიან მნიშვნელოვანია. რაც ქართველებმა პირველად ალბათ მაშინ გავიგეთ, როცა ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ. სადაც ქართული სულისკვეთება და ჟინი თელმა მსოფლიო მიხილა. დასასრულისთვის კი ვიტყვი, თუ ნამდვილი ფეხბურთის ხილვა გსურთ, უნდა მიხვიდეთ მოედანზე და უგულშემატკივროთ თქვენ საყვარელ გუნდს, რითაც წარმოუდგენელ ემოციას მიიღებთ. ამით ეს ჩანაწერი დასრულდა, მადლობთ მოსმენისთვის, გამოიწერეთ არხი. კარგად ბრძანებთ.